დღეს მე გავაგრძელებ რასაკვირველია ჩემს კვლევას და ვფიქრობ ძალიან აქტუალურია თანამედროვე ეტაპზე ის საკითხი, რომელიც მე გამომაქვს იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით როგორ ეს ახალია პოლიტიკური დაპირისპირებები და ბატალიები რომელიც ძალიან დიდი საზღვარი იყო ჩვენი არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი მოღვაწეების იმდენად იყო გახრჩილი ხოლმე საზოგადოება რამდენიმე ნაწილად შეიძლება ითქვას პოლიტიკური ასე ვთქვათ ამბიციების გამო და სხვა რომ არჩილ ჯორჯაძეს მოუწია ესეთი თეზა წარმოედგინა საერთო მოქმედების ნიადაგი, ანუ გაერთიანებინა საზოგადოება და გაერთიანებინა სწორედ კულტურის გარშემო, რადგან ის იყო გადასარჩენი ამჯერადაც ვფიქრობ სწორედ კულტურა გადაარჩენს, კულტურა შეკრავს ჩვენს საზოგადოებას. Შეუძლებელი მუშაობას წაკითხავთ ჯობია, იმიტომ რომ შეიძლება სიტყვა გამეცეს და რეგლამენტში ჩავედიო ცხრასიანი წლებიდან საქართველოში თანდათან ძალას იკრებდა სხვა პარტიული პროგრამებით გაერთიანებული დაჯგუფება და პოლიტიკური მოძრაობა. შესაბამისად, სხვადასხვა ორიენტაციის პარტიები აღსებდნენ თავისი იდეოლოგიურ შეთანხმებასა და გამომხატველ პერიოდულ გამოცემებს. ასეთ ფონზე რასაკვირველია განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა სატირულ გრაფიკას. თუმცა არც ცენზურა ხდებოდა და არა მხოლოდ პერიოდულ გამოცემებს ხურავდნენ, არამედ მათი რედაქტორების მიმართაც სხვადასხვა სახის რეპრესიულ ზომებს იყენებდნენ. მიუხედავად ისეთი რეაქციისა, აზუსტებულ საზოგადოებრივ კალბას განსაკუთრებით 1907 წლიდან ვერაფერი აჩერებდა და ერთი მეორის მიყოლებით საქართველოს სივრცეში ახალი იურისტული კარიკატურებიანი გამოცემები ჩნდებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ სამოციანელებში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა სატირული იუმორისტული ჟურნალის გამოცემის საქმე. ყველაზე მეტად ამ საქმეს გამოუწვევდა აკაკი წერეთელი. ასევე 1907 წლის იანვარში სტამბაში შოროვანი გაზეთი ხუმარას პირველი ნომერი სამწუხაროდ უკანასკნელის. თვითნასწავლი მხატვრის გიგო ზაზიაშვილის მიერ გაზეთის როგორც ვიხარ თვითნასწავლი მხატვრის გიგო ზაზიაშვილის მიერ გაზეთის ამ ნომერში მოთავსებულა კარიკატურა შეიძინა ხუმარა, ხოლო რედაქტორს აკაკი წერეთელს მეტენის ციხისკენ დაუყენა საქმე. მათ რა იყო გამოსახული ამ კარიკატურაზე, ასეთი სხვა და მის რედაქტორს. კარიკატურაზე სახელის წარმოქმნილი იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი რაუშ ფონ ტრაუტენბერგი. კიდევ უფრო მწარე იყო აკაკის მიერ ლექსად-მწერილი კომენტარი. ამ კარიკატურის შექმნას პროვოცირება გაუწევდა კონფლიქტმა, რომელიც გენერალ-გუბერნატორსა და თავადაზნაურთა მარშალს პატრიოტ დავითაშვილს შორის და კინომ დუელით დასტუკა. კარიკატურაზე სახელის თავიანი და გენერალ-გუბერნატორის ეკოლეგიანი რაუშ ფონ ტრაუტენბერგი გადის. მისი პირველი ქართველი მარშალი პატრიოტ დავითაშვილია, რომელიც ნიშნავს ლესავს, ხოლო იგორ გომიკინო თეოხუნჯოს. ნიშნული რომ ამოუსვა გენერალ-გუბერნატორ რაუშავსო. აკაკის ნაკლსის ამ ერკვანმა სიტყვები თამაშდა რაუში და რაუშავს და გიგო ზაზიაშვილის მიერ დახატულმა კარიკატურამ ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ როგორც ითქვა, აკაკი ციხეში გაისკუმრეს, თუმცა როდესაც მეტეფის პრუსაკებმა შეითქვეს, რომ საქართველოს ბულბულა წორებული გოსანი ციხეში მოიყვანეს, საშინელი ხალხი აკეთეს
ციხის ადმინისტრაციას გრუნტის შეეშინა და აკაკი მაშინათან გაანთავისუფლა. აკაკი, რომელიც ციხიდან ხალხის რიცხვამ დაეხსნა, არ შეეძლო გაზეთის დახურვას და იმავე 1900 წელს ახალი კარიკატურებიანი გაზეთის მასხარას გამოშვებას მიაღწია. ყოველკვირეული იუმორისტული გაზეთი მასხარას პირველი ნომრის გამხსნელი კარიკატურა კვლავაც გიგო საზიაშვილს ეკუთვნოდა. ეს არის გიგო საზიაშვილის მიერ დასახული, როგორ მიაბრძანებს ორი ჟანდარმი დათოსაფებულ აკაკის ციხისკენ. გიგო საზიაშვილმა კარიკატურა რეალიზმის პრინციპების დაცვით შეასრულა. მხატვარი აკაკის გარკვეულ მონოლითურ ფიგურას კონტრასტულად გამოყოფს ორი ბარათის დაჩიავებული ფიგურებიდან. ინტერნეტთან ვერტიკალი აღმოჩნდა ეს კარიკატურა, რომ იგი იმ დღესვე სხვა ქართულმა გამომცემლებმაც გადაეჭვეს. თუმცა არც გაზეთ მასხარას ეწერა დიდი ხნის სიცოცხლე და იგი მხოლოდ ორი ნომრის სახით შემორჩა ისტორიას. დიდი მგოსანი კი მაინც არ ნებდებოდა და კვლავ ახალ გამოცემაზე ფიქრობდა, არანაირ მწვავეზე და მახვილ კარიკატურებიანზე, რაშიც ყველანაირად ხელს უწყობდა მისი პოლიტიკური შეხედულებების თანაზიარი მხატვარი გიგო საზიაშვილი. აკაკი უფრო მეტად რევოლუციურად განწყობილ სოციალ-დემოკრატებს თანაუგრძნობდა და ეს პოლიტიკური სიმპათია მათ მიმართ აკაკის შემდგომ გამოცემებმაც გაამშრალნა. ამჯერად დღის სინათლე გაზეთმა ეკალმა იხილა, რომლის სახელწოდების მხატვრული გაფორმება ისევე როგორც კარიკატურები გიგო საზიაშვილს ეკუთვნოდა. მის გარდა ამ გაზეთში ცნობილმა პროფესიონალმა მხატვარმა იოზეფ როტერმაც ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ თვით გაზეთის დიზაინი ტექსტის თანაფარდობა სამით მასალასთან კარგად იყო მოძებნილი. გიგო საზიაშვილის კარიკატურების სამეწყვილო ენა რედაქტორის სიუჟეტური დაკვეთის გათვალისწინებით სხვადასხვა გამოცემაში იცვლება. ზოგან უფრო მახვილია, ზოგან შედარებით მოზრდილი. თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ერთნაირი წარმატებით მუშაობდა კედლის მხატვრობასა, მერწერასა და გრაფიკაში, ფიქრობ თავის საქმეების გამშრალებას უკეთ სწორედ კარიკატურაში ესწრებოდა. რადგან მისი მოსახლეობრივი პოლიტიკური რევოლუციის სულისკვეთება ყველაფერს სატირულ მხატვრულ ფორმაში პოვებდა საკუთარ ეროვნულ წესს რეალიზებას. საზიაშვილი როგორც კარიკატურისტი დიდ ყურადღებას უთმობს გაზეთის გვერდზე ნახატის ფორმატის შესაბამისობას ტექსტუალურ მხარესთან. აღნიშნულის გათვალისწინებით მისი კარიკატურები ხან სიგრძეშია ჩამოშლილი, ხანაც სიგანეში განფენილი, ხან წარმატოვანი შეჭრილ შემოჭრილი, რათა ილუსტრაციამ ტექსტს დაუთმოს ადგილი. აკაკის ნათქვამების ილუსტრირებისას მხატვარი გამომსახველობას აღწევს სასაცილო მომენტებზე მხატვრული ფოკუსირებით, რაც გაზრდების ჰიპერბოლიზების სტერს ემყარება. გაზეთი ეკალის პირველი კრებულის გამომცემელი იყო თინა ნახრაძე, მეორე კრებულის პლატონ გაჩიჩილაძე. თვითნასწავლი მხატვრის კარიკატურა არჩევნების თემასაც გადასცეს და გაითქვენს სწორედ თემამ არჩევნებს და აქ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ის, რომ არჩევნებში გაიმართეს სოციალ-დემოკრატებმა და შემდეგ არჩევნები უკვე იყო ეროვნული დემოკრატების გამარჯვებით. აი აქ არის ხულიგნების გამარჯვება. ეროვნული დემოკრატები როგორც ხულიგნები ისე იყვნენ აქ წარმოდგენილები არიან როგორც ხედავ. გიგო საზიაშვილი, რომელიც ორთოდოქსი სოციალ-დემოკრატი იყო აკაკის გაზეთში, ერთმანეთის მიყოლებით ახასებს კარიკატურებს, რომელშიც მეკოտնე მომჩილანის და ღმერთის სახით ალეგორიულად არის წარმოდგენილი აკაკი, მეკოთნის რომელიც თავზე ლაპს ასხამს ეშმაკს, ნესტორ კალანდაძეს. ეს დაპირისპირება აკაკი წერეთელსა და მისი გაზეთის ერთ-ერთ აქტიურ თანამშრომელს ნესტორ კალანდაძეს შორის პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ნესტორ კალანდაძე მას შემდეგ, რაც
რედაქციის პოლიტიკური სიმპათიები აშკარად გადაიხარა ბოლშევიკური მიმართულების სოციალ-დემოკრატებისკენ, ხოლო ნესტორ კალანდაძე უფრო მენშევიკ სოციალ-დემოკრატებს უჭერდა ხაზს იდეური შეუთავსებობის გამო ამოვებულ რედაქციას და ცალკე დაარსა ახალი იუმორისტული კარიკატურებიანი გაზეთი ეშმაკის მართლად. ასე შეიქმნა ახალი პოლუსი ქართულ კარიკატურული მხატვრობის სივრცეში, თუმცა ახალი ფარხმას ახალია და როგორც კი უხურავდა ცენზურა მას ამათი გამოცემას, იგი სხვადასხვა განმცემლის გვარით ბაქრაძე, კაჩიჩილაძე, მენეცკი ახალ იუმორისტულ კარიკატურებიან ჟურნალ-გაზეთებს აარსებდა. ისეთების როგორც იყო ზურნა, ცეცხლი, ოხუნჯი, წმინდა გიორგის თარხმანი და სხვა. ყველა ამ კარიკატურის შექმნას ძირითადად გიგო ზაზიაშვილს ავარებდა. ბუნებრივია, 900 წელს გაზეთი ეკალის რედაქცია გვერდს ვერ აუვლიდა ქართველი ერის მამის ილიას საზარელი მკვლელობის ფაქტს. ოღონდ პოლიტიკური ოპონენტის ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამომავალ გაზეთ მიშატურთან დაპირისპირების ჭრილში. გიგო ზაზიაშვილის შემდეგ წამეთ ეს ყოლია. გიგო ზაზიაშვილის მიერ გაზეთში ეკარი გამოქვეყნებულ კარიკატურაზე ასახულია გაზეთ მიშატურის რედაქცია, სადაც სამგლოვიარო გვირგვინებით მორთული ილიას პორტრეტის წინ მოხმოდრებული მიშატურის რედაქტორი ვალერიან გუნია, მის უკან კი ბუღალტერი საანგარიშოთი, ანგარიშოს თუ რამდენი გაზეთი გაიყიდა. მას შემდეგ რაც რედაქციამ ზედიზე, რამდენიმე ნომერში მთელი მასალა მიუძღვნა ილიას მკვლელობის გაშუქების ამბავს და ილიას შავ-ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი გადადიოდა თითქმის ყოველ ნომერში. ხატარმა განზრახ მოათავსა კარიკატურის კომპოზიციის ცენტრში რედაქციის კედელზე შემდეგი შინაარსის წარწერა. ჩვენი გაზეთები სულ გაიყიდა. ამით სოციალ-დემოკრატებმა რედაქტორმა პლატონ გაჩიჩილაძემ და მასთან ერთად გიგო ზაზიაშვილმა დასცინეს იმ ბუჩქელ განცდას, რომელიც ნამდვილად გააჩნდა ილიას ეროვნული დემოკრატიული პოლიტიკური პოზიციის ერთ-პლუს ვალერიან გუნიას და ახსნას განცდების ახსნას მერკანტილური ინტერესებით შეეცადა. აღსანიშნავია, რომ ქართული კარიკატურის ისტორიაში განსაკუთრებულ ფურცელს ჩაწერს ვალერიან გუნიას მიერ დაარსებული იუმორისტული კარიკატურებიანი ჟურნალი მიშატური და მისი მთავარი კარიკატურისტი სანდრო შანშიაშვილი. შვეიცარიასა და გერმანიაში უმაღლეს განათლება მიღებულ ბორელს დრამატურგსა და მხატვარს ჟურნალ მიშატურის რედაქტორთან აკავშირებდა არა მხოლოდ ქართული თეატრალური ხელოვნებისადმი ერთგულება, არამედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისადმი აშკარად გამოხატული სიმპათიაც. უფრო მეტიც, სანდრო შანშიაშვილი 1917 წელს ამ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სანდრო შანშიაშვილის კარიკატურები ძირითადად ამავე ჟურნალის ფურცლებზე დაგვეჭდილი ფელეტონების ილუსტრირებას ახდენს. საკმაოდ გონებამახვილობით გამოირჩევა კარიკატურა, რომელსაც მარჯვენა ქვედა კუთხეში სანდროს ჩვეული ხელმოწერა აქვს. გლარის პირველი ასოს აღნიშნების შედეგად გადაგულია სახელთან საქმე. ერთი წუთი აი ეს მოახერხეს კონკურსის კლასთა განსწორებას ფიქრობს სანდრო შანშიაშვილი, თითქოს აი ესე არის წარმოჩენილი, რომ მოახლეს კოცნის
ესეთი კაცი მეუღლის თვალწინ კოსტის მოახლეს, რასაც აიღეს, რასაც მეუღლე აშფოთება შეერმალავს, ხოლო ქმარი ძმა არა მიუღებს. მე სოციალისტი ვარ და კლასთა გათანაცვლებას ვცდილობ. თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი და პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოიწვია სანდრო შანშიაშვილის კარიკატურამ, რომელიც ჟურნალი ნიშადურის 1908 წლის 42 ნომერში იყო გამოქვეყნებული. მასზე მასზე იყო წარმოდგენილი ბერდი ჭაშვილი, ილიას მკვლელი, რომელიც რაციით უკავშირდება გაზეთი „მოგზაურის“ რედაქტორს, ცნობილ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთ ლიდერს ფილიპე მაჰარაძეს შემდგომი ლიგიკების მისაღებად. ამგვარი ღია დანაშაულება და მკვლელობის შემკვეთებზე გასვლა, რასაც პირველია საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა, რამაც არ დააყოვნა და სოცდეკების გაზეთის ცხოვრების სახეში დაიბეს დაშფოთებული თავისმართველობა და კარიკატურის სიის სამებად მიიჩნევა. მაგრამ სანდრო შანშიაშვილმა ამასთან ერთად ნიშადურის რედაქცია მათ არ დაახავნა და უახლოეს ნომერში პასუხად სანდროს ხელმოწერით კიდევ ერთი კარიკატურა დაიბეჭდა. ინანწელი თუ ნიორი არ გიჭამია, პირდაპირ გიყავსო. 1908 წლის ჟურნალ ნიშადურის 52 ნომერში სანდრო შანშიაშვილი კიდევ ერთ კარიკატურას აღავსებს, სადაც საჯვარედინდან დგას პოლიტიკოსი. იმ დროს ყველისთვის ალბათ აღილა გამოსაცნობი, ჩვენთვის კი ძნელად გამოსაცნობი პიროვნება. შავწეროსანი გრძელი შავი თმით ჩაცმულობი პეტრე ადამიანის ხალხონსაც უფრო უნდა გავდეს, რომელსაც ვერ გადაუწევია რა მიმართულებით წავიდეს მარჯვნივ, სადაც გზანათელია, ხოლო წარწერანი უთითებს გზა ავტონომიისკენ, ხოლო მარცხნივ წვდიარია და წარწერა გვამცნობს, რომელიც არის გზა ცენტრალიზმისკენ. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ ვალერიან გუნიას როგორც დამკვეთის და შანშიაშვილის მხარდაჭერა მოიპოვეს ფედერალისტებმა, რომლებიც რუსეთთან ცენტრალიზების მსურველ სოციალისტებს საპირისპიროდ საქართველოს ავტონომიური განვითარებისკენ და ქვეყნის ფედერაციული მოწყობისკენ იღებდნენ. ეს კი ვიზუალურად და ტექსტუალურადაც სიგნალის საპირისპიროდ სინათლისკენ სწრაფად გამოიხატა. კარიკატურას ამხსნელი კომენტარი ახლავს ლექსად მიწერილი. რა არ ვიცი რაღაცას დავაგე, რომელი უკეთესია, საბედის წერომერმისი, რომელ მხარეზე სქესია, მარჯვნივ გუშჩან სინათლე, ეგ გაშორდა ღვაწლება, მარცხნივ კიდევ სიგნალი, წვდია, ეგ განმეტებულა. გრიგორი ესკრიტო ცეცხლაძე გახდა ავტორი ამ მინაცეთის ტექსტს. 1908 წლის ნიშადურის 51 ნომერში წვრილად არის წარმოდგენილი ორი კარიკატურა, რომელთა ავტორიც მოქანდაკე იაკობ ჯიკოვაძეა. კარიკატურას აწერია წერლობის კულტურული ფორუმის გვერდით მეორეს წერლობის პარაქუჩილები. პირველი კარიკატურა ასახავს თეატრზე მოკალკებულ კაცს, რომელიც ხელით თვალებს იფარავს, რათა ბრმაწევრს პარის თითქმის სამეულის მაგალ ჯუშიან ნარეცნის წყლით სასწერ პედროში ასწრებს. მეორე მხრიდან ამბედოსთან ციფრიანი ხოროტუნა დრუნში სველებს. პედროზე იატაკის მოსარეცი ტილუა ჩაკიდული. იაკობ ნიკოლაძეს ამ კარიკატურას ქვეშ მიწერილი აქვს ლექსი პაროდია. მელნატვი მარეჭუჭის გზა, კალმაჩხანი და გესიო, ძაღს მეჯავრება სინათლე, მიყვარს წვდიარი ბნებიო, დავენაცვალე ეს დეკებს, ოდელა, დელაო. აშკარაა, რომ კარიკატურა მიმართულია სოციალისტ დემოკრატების წინააღმდეგ, რომელთა მთავარი ტრიბუნა
გაზეთ მოგზაურის გარდა იყო ასევე იმ ხანად ნიშნული მთავარი ოპოზიციური ორგანო იუმორისტული ჟურნალი ეშმაკის ნახტარი. ამ კარიკატურას სათაურად აქვს წერტობის კულტურული სლავური მითოლოგიური გმირის თვინიშნება გაკეთებულია ესდეკების რუსულ ბოლშევიკურ ორიენტაციაზე. ამ კარიკატურის გვერდით მოთავსებულ კარიკატურაში საფაურით მწერლობის პარაჩილები იაკობ ნიკოლაძე იმავე მოტივს აღწერს, რომ ამჯერად ჯუზეპე ვერდის ოპერა რიგორეტოს ერთ-ერთი მოქმედი პირის ავაზაკი ამკოლელის პარაჩილის სახელის რუსულ ბოლშევიზმის მიღებული ქართული მოყავე წერლობაზე დამზოგადებით. სპარაჩილის არტისტულად დგომა, მისი კრული და მოსასწამის ქვემოდან ხანჯალი იაკობ ნიკოლაძემ შავი სილუეტური გამოსახულებით ქაღალდის ნეიტრალურ თეთრ ფონზე საკმაოდ შთამბეჭდავად წარმოადგენდა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გაზეთის შურდულის 1907 ფურცლებზე გამოქვეყნებული 13 წლის შალვა კიკოძის სავარაუდოდ მისთვის პირველი კარიკატურა. კარიკატურას, რომელიც წარმოადგენს მაღალ გამხდარ რაინდს ხარზე შვილდისკით და მარჯვენა ხელში ხმლით, მაღალ კისერზე თავის ნაკივრად ბუშტი აქვს მიმაგრებული. კოდის ქიმზე ამაღალ შემოდგარი რაინდის კარიკატურის ქვემო მინაწერი გვამცნობს თანამედროვე რაინდი და იქნე არის გარითმული ლექსი. ხელი ხმალს იკარ ქართველო, ღერდა ჭაბუკი კლდეზე და შური ვიძიოთ სასტიკი, შინაურ თავთხედრებზე და ფიქრობებს ლექსიკალად მხატვრის შეცვლილი უნდა იყოს, რადგან მოგეცემებათ ის ლექსებს წერდა და თამას არის ამ სტილში. ამ ლექსს სათაურად აქვს კივილი კარიერისა, ზემოდან ცარიერისა. ეს კარიკატურა როგორც ჩანს მიმართული იყო ანარქის ფედერალისტების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ პარტიულ წრეებზე შურისძიები იმუქრებოდნენ. ამავე კონტექსტშია საფუძველი ამჯერად ეშმაკის ხელმოწერი რუსფერისეული ვერცხლის ყაოსნის ერთი სტროფის პაროდიაც. ნახე უცხოო მერინე გამყივარი ყდისაფისა საფრის ბუშტი თავის ნაცვა ყვალობსა და იკაკნირსა. ახალბედა კარიკატურის შალვა კიკოძის ეს კარიკატურა შექმნილი ხალხური ნაკადის გათავისებით ენერგიული შავ-თეთრი რაშტით და ხაზობრივ გადაწყვეტით აშკარად მეტყველებდა იმას, რომ ქართველ კარიკატურის და გიგებს შეემატა იუმორის მახვილი შეგრძნების მქონე ნიჭიერი კარიკატურისტი. რაც შეეხება კარიკატურული იუმორისტული გამოცემების მეორე პოლუსს, ნესტორ კალანდაძის ლიდერობით ის უფრო მეტად მომენშევიკო სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების პოლიტიკური სიმპათიებით განისაზღვრა. ამ პოლუსზე მოხვდნენ თანმიმდევრობით შემდეგი იუმორისტული კარიკატურებიანი გამოცემები: ეშმაკი, ეშმაკის ნაკრაკი, ლახტი, ჯოჯოხეთი. აღნიშნული გამოცემებიდან ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლე ეხება ყოველკვირ სატირულ და უხ კარიკატურებიან გამოცემას. ეშმაკის ნაკრაკი, რომელიც მართალია გარკვეული წვეთით, მაგრამ მაინც 1921 წლის 13 თებერვლამდე გამოდიოდა. ამ გამოცემის მთავარი შემქმნელები იყვნენ ეშმაკთან ნესტორ კალანდაძესთან ერთად თალუნა შალვა შარაშიძე, რომელიც 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკურ მთავრობას საზღვარგან ემიგრაციაში გაყვნენ და არც დაკურნებულა. ნესტორ კალანდაძე თავის სხვადასხვა დასახელების იუმორისტულ ჟურნალ გაზეთებში თავის გარშემო შემოიწერა ქართველი ახალგაზრდა მხატვარ კარიკატურისტები შალვა კიკოძე, პლატონ თებრაძე, ბогдан კილაძე, მიხეილ ჭიაურელი, დავით კაკაბაძე და სხვები. თუმცა ასევე ის ჟურნალ გაზეთებს აფორმებდნენ გამოცვლილი კარიკატურისტები ოსკარ შნაიდერი და იოზეფ როტერი. რაც შეეხება გაზეთს ლახტს, იგი ყოველკვირეული სალიტერატურო ჟურნალი გახდა, რომელსაც გამოსცემდა დავით ნელაშვილი. 1914 წლის პირველივე ნომრიდან
თავს ხდება ოსკარ შტერლინის მიერ შესრულებული ჟურნალის ეწოდებული ქუდი. ამ გაზეთში კარგად მოთავსებული იყო ძირითადად გაზეთის ბოლო გვერდზე. ამ ხრივ საინტერესოა გაზეთი ლახტის 1914 წლის მესამე ნომერი, რომლის ბოლო გვერდზეც ახალგაზრდა კარიკატურისტის ვახტანგ კილაძის კომიქსია 6 სურათი. ზედა რეგისტრის 3 სურათში მხატვარმა გრაფიკულად და ხასიათდა 3 ტიპის ეტა. ეს თქვარი კლასობრივი დაყოფა, ანუ საზოგადოების ფენება დაყოფა, შრომელი, შემდეგ უკვე საშუალო ფენა და ამ შემთხვევაში თავადაზნაურობა უხნარა და ქარაშუტა. შესაბამისად, თითოეული მადრანის ქვეშ მოათავსა მათი ნაყოფი შვილების დახასიათებაც. ხატვარმა შრომელი ბედის ნაჯაფი გლეხი ქალის ქვეშ მოათავსა დედასამი ამჯერ გლეხის ბიჭი თოხი ხელში ბუნების პეიზაჟის ფონზე. მეორე სურათზე გამოსამა ქართული ჩიკოპიანი ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქნელი ნაკრიალოს მიხედში. მის ქვემოთ დედასამი გულდარტელი ევროპულად ჩაცმული სიგარეთ ხელდამშვენებული დროს არებას აყოლილი ნაყოფი. ხოლო მესამე ნახატზე ქარაფშულა დედა ხელში პროსპი უზარმაზარი მოდული ქუდით თავზე და შამპეტრელი კავით ამ ახალგაზრდა თავმომწონე ქალის ქვემოთ კი მის ნაყოფად მიუხედავად დეფექტური ურჩხულის მსგავსი არსება, რომელსაც ადამიანის თავი დაგრძელ ქუდა ცხოველის კანფები აქვს. ეს დიდაქტიკური ხასიათის კომიქსი ქვეშამხსნელი მინაწერებით ხატვარმა იმდენად კარგად შეასრულა კონტურული ხაზის ხვევლები და ქაქიზა დამწერილი დეტალები, რომ მას გზა გაეცნა თბილისში გამომავალ არა მხოლოდ ქართულ გამოცემებში, არამედ ადგილობრივ სომხურ და აზერბაიჯანულ კარიკატურებიან იუგოსლავურ ჟურნალ გაზეთებში სათანამშრომლოდ. გიზო ნიშნიანებზეც უნდა უმართლოდეთ ამ ხატვის შესახებ ძუნწი ცნობების მოპოვებას. როგორც ირკვევა ვახტანგ კილაძე, ცნობილი ქართველი ასოთამწყობის დიომიდე კილაძის ვაჟი ყოფილა, რომელმაც რევოლუციამდე საქართველოში მისი ბიძაშვილის კომპოზიტორ გრიგოლ კილაძის მამის მატერიალური მხარდაჭერით თბილისში ყოფილ მუხრანის ქუჩაზე გახსნა მხატვრული ლითოგრაფიის პატარა საამქრო, სადაც სავარაუდოდ მისი ვაჟი დაეუფლა ლითოგრაფიის ხელოვნებას. ამ მცირედი ცნობის გარდა ჩვენთვის ამ ხატვის შესახებ მრავალი რამ უცნობია. პირველ რიგში კი ის მიიღო თუ არა ვახტანგ კილაძემ სამხატვრო განათლება თუ დაჩათვლით ნასწავლი ხატვრად. ერთი რამ ხატია მას უდავოდ ქართული ნიჭი და ალბო არ ხალატობდა და ვფიქრობ მისი შემოქმედება უდავოდ იმსახურებს ხელოვნებად მცოდნეთა ინტერესს. ჯულოვანია, როდესაც მუშაობდი მე ზაზიაშვილის მის კარიკატურებს ყოველთვის ჩვენ დავყავდეთ როგორ ფიროსმან ყველაფერი ფიროსმანის შესახებ უცად გამოვეცეთ. ჩვენ ვფიქრობთ ყოველთვის რომ მაინც ეს ქვევი მინაწერები რუსულად ნიშნავდა რომ გიგო ზაზიაშვილი იყო ავტორი სავარაუდოდ ამ კარიკატურის, მაგრამ აი ახლა შემდგომა მუშაობა მე დამარცხდა იმაში რომ ეს ნამდვილად არ იყო გიგო ზაზიაშვილი, ერთგვარი რეაბილიტაცია მინდა მას გავუკეთო, რადგანაც გიგო ზაზიაშვილი ჯერ ერთი არ აწერდა ხელს რუსულად, ის აწერდა მთლიანად ქართულად ხელს, ან აწერდა ქართული ინიციალებით და ასევე წერდა ივანეშვილი, ამაგრეთვე ივანეს ძე იყო. ეს კარიკატურა არ იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ დაცინათ ფიროსმანისთვის. არამედ ეს არის ფაქტიურად ეროვნულ დემოკრატების წინააღმდეგ მიმართული, ანუ სახალხო ფურცელის სულამდებიან დამატებას რედაქტორობდა ჯორჯაძე, დავით ჯორჯაძე, რომელიც იყო ფედერალისტი და აი ეს დაპირისპირება საოცარი დაპირისპირება გამოიხატა იმაში, რომ აქ გაშარჟებული არის პირველ რიგში მთელი ესე ვთქვათ მიზანში ამოვებული
გრიგოლ რობაქიძე პირველ რიგში. ამ დროს გრიგოლ რობაქიძეს უკვე ჰქონდა დაწერილი კანტასში ერთ-ერთი პირველი სტატია ნიკო პიროსმანაშვილზე და იქ განსაკუთრებით აქცენტირებს გრიგოლეთის ფსევდონიმი. და იქ განსაკუთრებით არის აქცენტირებული სწორედ ჟირაფი და ჟირაფზე საუბრობს ძალიან ბევრს, როგორც მისტიკურ გამოსახულებაზე და აი ეს არის ამდაღარ შესრულება. ეხლა ვინ არის ავტორი? ავტორი ნამდვილად უნდა დავეთანხმო ბატონ გიორგი შენგელაიას, რომელმაც 2003 წელს თქვა, რომ ეს არის მიხეილ ჩეაურელის კარიკატურა, ან თავისი სიმამრიდა ადამიანშაულა ან კარიკატურის შესრულებაში, თქვა, რომ იმისთვის კვალის არების მისნიკო გიგო ზარზეაშვილის ესეთი ფსევდონიმი გზ ინიციალები მიაწერა. და თქვენ წარდგინეთ, რომ როდესაც აიგეთ ჩავრების მეგობრულ შამშერს გარეთ, ნამდვილად ახლოს დგას მის ხელწერასთან განსაკუთრებით მისი გრიგოლ რობაქიძის გამოსახულება. ისე რომ თვითონ ვფიქრობ, ეს ისე გასაკვირველია, ეს არის ორი ვერსია, ორი ასე ვთქვათ, შეხედულება, თუ ვინ არის ავტორი, ორივეს აქვს ერთნაირად არსებობის უფლება, სანამ ვინმე კარგად ასრულებს იმას, თუ ვინ არის რეალურად ამ კარიკატურის ავტორი. მადლობა.